მეგობრებო, ესე იგი ახლა არის შაბათი დღე, ღამის 11 საათი. მე პარტა და ტაისონი მივდივართ ფიესტაზე. ესპანელებს განან რა მიზეზი სჭირდებათ იმისთვის, რომ ფიესტა გქონდეთ, სულ ფიესტებია, მაგრამ ეხლა არის მე მგონი რაღაცა ფერის გაგრძელება თუ რაღაცა ეგეთი. მოაწყეს ძალიან მაგრად ყველაფერი. არის ატრაქციონები გაკეთებული, რაღაცეები იყიდება, შეგიძლია ჭამოკიდევაც, გაერთო, მუსიკას მოусმინო, მოკლედ მთელი ამბები და დღეს დღისით რო ვიყავით, დავინახეთ ეს ყველაფერი და ეხლა მივდივართ, ნახოთ რა ხდება. აბა მოვედით მეგობრებო, ნელ-ნელა. ნახოთ რა ხდება ყველაფერი. ძალიან განათებული და ლამაზია. პოლიცია მობილიზებულია, რომ რამე ესენი დღისითაც იდგნენ, კონტროლებდნენ ამბავს. აქეთ ჩუროების მზადება მიდის. ოპა. აქ არის მე მგონი მანქანები, მანქანებია ხო? ალე რა ლამაზია. აქეთ არის საჭმელები, როგორც ხედავ. En este momento vamos a poner el turbo. Ahora hay que mantener bravos. Me interesa la joleba. Máxima velocidad. Ძალიან მოვედით, ამის 12 საათია რა. და იშლება ხალხი, ნახეთ რა ცოტა. და 11-ზე საშინელება ხდებოდა. აღდგომაზე რა ვყიდულობდით ხოლმე ბას. ფეხსაცმელებიც კი იყიდება გადაო. ეს სავსე იყო 11-ზე. კაია, გვიან მოსვა კაია, ან ვერ იuliდი საერთოდ რა. ცოტა ადრე და ეხა შეგვიძლია თავისუფლად სიარული და კაია. დასწრებით იყიდება. ერთობიან ბალღები. კურინძები. აუ ბატონი როგორ მიყვარდა ხოლმე. იცებოდი. სად? Ay, esto ahora se los armilla house, esta atracción. Ay, Ya está, que te va a gustar. Está así chingoni ahora. Bueno, cabrón. Vamos un poquito más. Controla, tío, controla el toma. Arriba, aquí nos vamos. Es Magaria, esto es Nos sentamos arriba, cada uno en su sitio, y lo vamos arriba. Vamos a tope, 3 a 0. Გავსებთ არემოთ, სიჩქარე და რაღაცებს აკეთებენ ძალით, რომ უფრო სული გახადოს. Los brazos arriba. Ხედები ადგეთ ბაღლაო. ოპა. ავჯექი ხარხო. ბატონი ბატას მივეცი ჩემი ჩუსტები, იმიტომ რომ მოჭველი გავძრებოდა.
აუ ძალიან კაი იყო ხალხო დრო დავინიშნე და 6 წუთი და 18 წამი გაგრძელდა რა. სხვებს რა უყურებდი შევამჩნიე რომ 2 და 3 წუთი არ გრძელდებოდა არამედ ცოტა მეტი გრძელდებოდა და კიდე მაგიტომაც მომინდა რომ მეთქი აი დიდხანს მომეწონება რომ დიდხანს იყოს ეს ემოცია მეთქი და 6 წუთი და 18 წამი იყო აი ძალიან კაი იყო. ძალიან გაასწორა. ეხლა შემოვედით კვების სექტორში. აქ ძალიან ბევრი ხალხი იყო დღეს, აი რასაც ხედავთ ეს მოედანი გადავსებული იყო, იმიტომ რომ არის კაბინები. როგორც ფერიაზე, ფერის გაგრძელება არის, ფაქტობრივად ეს დღესასწაული უბრალოდ არ არის აუცილებელი, რომ ჩაიცვა ის ტრადიციული კაბები, რაც მეცვა. არავის არ აცვია როგორც ხედავთ, ეხლა ცოტა სხვა სახის არის. და რავი რა. კონცერტი იყო და დასრულდა. ხო. აქ იყო კონცერტი. ესე იგი, ვინც ყავს გამოწერილები, ვინც გავიცანი ახლა, მაგათ ედოთ კონცერტის ვიდეოები. და ვერ გავიგე მეთქი სად არის კონცერტია ეს ხალხი სად დადის. თორმე აქ გავუკეთებიათ სცენა რა. უბრალოდ იმდენად შიგნით არის თუ უშუალოდ აქ შემოხვედი ვერ დაინახავ და ზუსტად ახლა სცენა ვიცანი ერთი სტორებზე რაც ედოთ ეგ არის და თორმე აქ ყოფილან. მე მეგონა ალბათ სადღაც ქალაქის მეორე ბოლოში არის რამე კიდე სხვა. ნახე რამდენი კვებისობი დამასაქმეთ აქ მაინც დამასაქმეთ ხალხი არა ხარ. დამასაქმეთ. აი შეხედს. და აქ თავდება რა. იქ თუ პოლიცია დგას ერთი გზა გადაკეტეს. მეორე გზა უნდა წავიდეთ სახლში. პირველი საათია და დავიშალეთ. სალამი მეგობრებო, როგორ ხართ? მოკლედ მე და პაატა გამოსულები ვართ იმისთვის, რომ დავარიგო ჩემი სივები. ესე იგი, ისეთი მომენტი იყო, რომ საერთოდ არ ველოდებოდი, რომ დაინტერესდებოდნენ ეს ბარები და რესტორნების სივით, იმიტომ რომ ჯერ რომ არ მაქვს საბუთები, ჯერ რომ ვერ ვსაუბრობ გამართულად და გრამატიკული შეცდომები და ამ შემდეგ არ გამიკეთებია, ანუ არ მომიბეჭდავს ეს სივები და პირველ დღეს რო გავედი, აი ვიდეოც რო დავდე და ბლოგში რო ნახეთ, იქ რამდენიმე ადგილას მთხოვეს ჩემი სივი. და მე ვიფიქრე რომ მეთქი ანუ რახან რამდენიმე ადგილას არის დაინტერესება და მე უარი ვუთხარი და ძალიან მეწყინა რომ უარი ვუთხარი, იმიტომ რომ არ მქონდა თან. არ მეგონა რომ ვინმეს შეიძლება აინტერესებდეს პირობითად ჩემი გამოცდილება ან დარბაზში ან რაღაცა. აი ვერ მივხვდი როგორ უნდა გამეკეთებინა მათთვის საინტერესო სივი რა. ამიტომ უფრო არ მქონდა. მაგრამ აი ამ ხელა დაინტერესება რომ წამოვიდა. ავაწყე ახალი სივი, რა თქმა უნდა ის არ გამომიყენებია რაც მქონდა საქართველოში. დარბაზის გამოცდილება აბსოლუტურად უკანა პლანზე გადავწიე და წინა პლანზე წამოვიყვანე ის გამოცდილება, რაც მივიღე სამზარეულოში, დამლაგებლად მუშაობის დროს, მომბლელად მუშაობის დროს და ასე შემდეგ. ანუ უფრო მეტად ჩავწერე, რომ ამ პოზიციებზე მქონდა ნამუშევარი ესპანეთში უკვე რა. და სულ ბოლოში დავწერე, რომ აი ტრენერიც ვიყავი საქართველოში 5 წელი. მაგრამ ამ ძირითადი ყურადღება ამ სამსახურებზე გადმოვიტანე და რა თქმა უნდა გავაკეთე ესპანურ ენაზე და გავაკეთე 20 ცალი. და მეუბნებოდა რომ გააკეთე უფრო მეტი 20 ცალი არ გეყოფაო, მაგრამ არ დაუჯერე მეთქი, ანუ ამ 20-ით მე ვიპოვე სამსახურს და არ გავაკეთე მეტი. და ეხლა დარჩენილი მაქვს მხოლოდ 4 ცალი, იმდენი დავარიგე უკვე რა, აი ყველგან შევედი, სადაც შესაძლებელი იყო. ყველას ვუხსნი სიტუაციას და რა ვიცი რა. ხო და ეხლა დღეს მინდა რომ ეს 4-იც ბარემ დავარიგო და წავიდეთ და ამოვბეჭდოთ კიდე 1-30 ცალი მაინც, იმიტომ რომ ესე მარტივად არ ხდება ამ სამსახურის პოვნა, როცა არ გაქვს საბუთები. ხო და რა ვიცი, ეხლა ვართ ჩვენ იუბნის სხვა ნაწილში, ერთ ნაწილში სულ დავარიგე უკვე თუ სადმე შეისრულებოდა ყველგან შევედი. ეხლა ვართ გადმოსულები მეორე ნაწილში და რავი, ანუ სადაც შევდივარ, ყველგან დადებითად მხვდებიან, ანუ შეწუხებული სახეები და ეგეთი არაფერი არ ხდება, ცუდი გამოცდილება ჯერ საერთოდ არ მქონია. ყველგან მაქვს დადებითი გამოცდილება, ყველგან დადებითად მხვდებიან, სადაც შევედი. მამხნევებენ, ნუ გეშნიაო და ამუყავებ ესპანურსა და რაღაცა. და რავი, ანუ ძალიან დადებითი გამოცდილებები მივიღე ჯერჯერობით და ნახოთ აბა გავაგრძელებ ძიების პროცესს. ესე იგი მეგობრებო, დავბრუნდით სახლში. ის 4 სივით დავარიგე, რაც გითხარით რომ მქონდა დარჩენილი.
და იდეაში მაკეთ მხარეს მოვრჩით რა, მაგრამ კიდე ერთხელ ვართ ისევ მაკეთ წასასვლელები, იმიტომ რომ გზა ხო იყო ჩვეულებრივ და გზის ერთ მხარეს ვიარეთ და დავარიგეთ ეს სივები და გზის მეორე მხარეს არ გვივლია, იმიტომ რომ ნუ მეტი სივიც აღარ მქონდა რა. მაგის მერე მეთქი ბარემ წამოდი გამოსულები ვართ და უფრო მეტი სივი ამოვბეჭდოთ, მეთქი დღეს დარიგებას აღარ ვაპირებდი, ისეც ბევრი დავარიგე, მაგრამ შემდეგისთვის რომ მქონოდა რა მზად. წამოვედით პაპელერიაში ვიყავით მისულები, მაგრამ სულ დაგვავიწყდა რომ კვირაობით ყველაფერი იკეტება ხოლმე, ამიტომ დაგვხვდა დაკეტილი. და მაგის მერე წამოვედით სახლში. ეხლა მოხდა რაღაცაც ან საინტერესო, ან მევდგამ რაღაცა დრამას. არ ვიცი. ანუ ხომოვედით სახლში ვჭამეთ რაღაცა და ეხლა შევედი. განცხადებებს ვათვალიერებდი რა, საიტებზეც ხო ვაგრძელებ ჩვეულებრივ დათვალიერებას და ერთი განცხადება ვნახე. ესე იგი წერია ესეთი რაღაცა, რომ ვეძებთ ადამიანს სევიაში, სადაც ვიმყოფები ქალაქში, რომელიც მოვა ხოლმე იმ გრაფიკით, რაც არის მითითებული ჩემს პროფილზე და სამწუხაროდ ამ პროფილს არ მიხსნის. და ანუ ყოველდღიური დავალებები იქნება, ყოველდღიური საქმეები სახლში, ვაიმე. ძალიან გავს, ხო იცით რასაც გავს. მე ვისთანაც მუშაობდი, იმ გოგონას დედის განცხადებას გავს ძალიან. და ანუ ვეძებთ ადამიანს, ვინც მაგ ყოველდღიურ საქმეებში დაგვეხმარება. არ ვიცი მართლა რა ვფიქრო, მაგრამ გეტყვით ახლა საიდან წამოვიდა ეს ეჭვი. პირველ რიგში განცხადება დებს სხვა საიტზე. ანუ ორი ყველაზე გავრცელებული საიტი რაც არის, სადაც ეძებენ ხოლმე ესეთ ადამიანებს. პირველზე ხო ვიპოვე ის რითიც მივედი და ვიმუშავე ის თვენახევარი და ეხლა ეს განცხადება დებს მეორე საიტზე. ვფიქრობ, რომ ეს განზრახ ხوار გააკეთა, რომ იცის, რომ მე იმ საიტს პირველს ყოველთვის ვათვალიერებ და პირობითად შეიძლება არ უნდადეს, რომ მე ვნახო. იმიტომ რომ თუ ეხა ვინც ყავდა თაყვანილი ის გოგო თუ გაუშვეს, გამოდის, რომ იმ გოგომ ვინც ჩემს შემდეგ მივიდა, გაძლო ერთი თვე. იმიტომ რომ ერთი თვეა ამ ამბებიდან გასული. ზუსტად, თან აი ზუსტად. ხო და ვფიქრობ, რომ მეორე საიტზე მაგიტო ხო არ დადო განცხადება. თქო, ეხლა მეორე რის გამოც ვეჭვობ. მითითებული არ არის ზუსტი ლოკაცია, მითითებული არის საფოსტო კოდი. საფოსტო კოდს რო ჩაწერე, აგდებს ზუსტად იმ უბანს, სადაც ვმუშაობდი ამ გოგონასთან რა. ანუ შეიძლება არ უნდოდა რომ ყოფილიყო ზუსტი ლოკაცია, იმიტომ რომ ზუსტი ლოკაციით ხო ეგრევე მივხვდებოდი და ეგრევე გავშიფრავდი პირობითად თუ მე ვნახავდი, მაგრამ უბანი არის ეგ. აი, რანაირად ემთხვევა უბანიც. მესამე დამთხვევა. ამ ქალის სახელი წერია რაღაცნაირად რა. ეხლა სახელს არ ვეტყვი მაინც ყოველი შემთხვევისთვის რა ვიცი რა, მაგრამ რაღაცნაირად წერია. ანუ თითქოს განახევრებული წერია, მაგრამ სახელი ემთხვევა. ანუ სრული სახელი არ წერია, ნახევრად წერია, მაგრამ რაც წერია ემთხვევა. მოიცა კიდე რა ემთხვევა და გითხრათ. ხო, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა დაემთხვევა. უბრალოდ ეხლა რა არ ემთხვევა. მითითებული არის senior care, რაც ნიშნავს მოხუც ადამიანს აქ რა, ანუ ცოტა უფრო ხანში შესულ ადამიანს. ანუ წერია, რომ მოხუც ეხება ეს ყველაფერი. აი ერთადერთი ეგ არ ემთხვევა. ხო და ვფიქრობ, რომ ანუ ეგ რაიმე შეფარვის მექანიზმი ხო არ არის, ან არ ვიცი, აი თან მგონია რომ რაღაც სისულელეს ხო არ ვამბობ მეთქი. მაგრამ ამდენი რაღაცა როგორ ემთხვევა, სახელი ემთხვევა, უბანი ემთხვევა. ნომერი არ ჩანს რა, არ გიჩვენებს ნომერს. სხვა საიტია. და ძალიან ისეთი განცხადებაა. რომ აი ყოველდღიურად სჭირდება სახლის საქმეებში დახმარება. რომ რანაირად შეიძლება რომ ყოველდღიურად სჭირდებოდა სახლის საქმეებში, მაგრამ თავისუფლად შესაძლებელია რომ მოხუცთან ეძებდნენ ეგეთ ადამიანს. უბრალოდ აი რო წავიკითხე რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა რომ ვაიმე მეთქი ის ხალი ხო არ არის და რო დავხედე სახელს და ის სახელი რო არის და რო დავხედე უბანს და ეგ უბანი რო არის, წამოვიდა ეს ეჭვები რა. რას ფიქრობთ თქვენ? მე მივწერე. ანუ მე შევედი მაგ საიტზე იმისთვის რომ ახალი განცხადებები რაც იყო დადებული, მაგ განცხადებებისთვის მიმეწერა როგორც ყოველდღურად ვაკეთებ და ან პატასთან განვიხილავდი, მეთქი მივწერო, არ მივწერო და ანუ სხვა არაფერი არიდო თან, მარტო ეგ ერთი იდო რა დღეს. მეორე რაც დაიდო,
ძალიან შორს არის 10 კილომეტრში არის ისუბანი რა, ხო და პატინეტეთი მაგხელა გზაზე ვერიული. ძალიან შორია. ამიტომ ისე რა ქვია, ან არ უნდა მიმეწერა, ან უნდა მიმეწერა და მეთქი ან რას ვკარგავ. იქნებ ის ქალი არ იყოს და სხვა кейსი იყოს. თუ რა შევიძლია თავისუფლად მოხდანაც მუშაობა რა, თუ სხვა кейსი იყო. ხო დავდექი და მივწერე. და ამ ჩემს განცხადებაში, ანუ ნახსენები მაქვს ჩემი გამოცდილება, ანუ უნდა თქვა რა შენი გამოცდილება, თორე გამოცდილების გარეშე ნაკლებად დაინტერესდება ის ადამიანი და უთხარი რომ მეთქი შეშმო პირთან მუშაობის გამოცდილება მაქვს. მასთან ვაკეთებდი სახლის საქმეებს ყოველდღიურად და ანუ მეთქი აქტიური ტიპი ვარ, თუ მაგალითად ამ ადამიანს მაიორს ენდომება ხოლმე გასეირნება ან სადმე პარკში გაყვანა ან რაღაცა სხვა აქტივობა, ანუ მზად ვარ მეთქი რა გავიყვან, არ მეზარება, ხო ხდებით რა, ყველაფერი მიუთითე. ხოდა ეხლა ვფიქრობ დედამის ხო არ მივწერე. არ ვიცი. ანუ თუ რაღაცა იყო და გააპდეითებთ რა. არა იმედი მაქვს რომ დედამის არ მივწერე. სხვა ისეთი რა ხდება, არაფერი. რესტორნებში და ბარებში ვიყავი და დავტოვე ეს განცხადებები. სასტუმროში ვიყავი მისული. ანუ რო გაიგეს რომ საბუთები არა მაქვს, აღარც კი გაუგრძელებიათ საერთოდ ლაპარაკი, ავა კარგად იყავიო და გამომიშვეს. ანუ არც კი დაიტოვეს CV და არაფერი საერთოდ. სხვაგან კიდე სად შეიძლება. დარბას მიწეთ ძალიან ბევრი კომენტარებში და ანუ საბუთის გარეშე არ მოხდება ხალხო ეგეთი ამბავი. შანსი არის 0. არაფრით არ შეიძლება ძალიან დიდი ჯარიმაა. ეგ კი არა გაფრთხილება მაქვს მიღებული ჩემს დარბაზში, რომ არც უნდა დავეხმარო ვინმეს რა, როგორც მწვრთნელი. ამიტომ ეგეთ რაღაცა გამორიცხულია. ისევ ამ ბარებს და რესტორნებს უნდა მიაწვე. სადამდეც შეგიძლია რა. ხო და ეხლა ჯერ ძირითადად სულ ჩვენს უბანში დავდივართ. და ამ ჩვენს უბანს რომ მთლიანად ამოვწუროთ, აი ყველა მხრიდან რომ შემოვლით, საკმაოდ დიდი უბანია. ყველა მხრიდან რომ ამოვწუროთ, მე რო ვფიქრობ, რომ კიდე იქითაც გავიდე რა. ოღონდ ჯერ ეს ამოვწუროთ და იქითაც გავიდეთ. სალამი მეგობრებო, ესე იგი სივების დარიგებიდან გავიდა 1 კვირა და არავინ არ შემეხმიანა. ამიტომ კი მინდოდა კარგი აპდეითები რომ მომეწოდებინა თქვენთვის, მაგრამ არავინ არ შემეხმიანა. არც ერთი რესტორნიდან, არც ერთი ბარიდან, არსაიდან. და მე და პატა მივბრუნდით ამ პაპერერიაში, ამოვბეჭდეთ 50 CV დამატებით და ეხლა უნდა დავიწყოთ ამ 50-ის დარიგება. თქვენ რა სიტყვით ამასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ? მე მეუბნები? ხო. ცხელა ძალიან და მოდი გააკეთე კომენტარი და მიჯირი მხოლოდ. ცოტა ზვადარა გექნება პაპელები და მე ყველგან იმუშავებ. არ მინდა მე მანამდე მინდა. ხო, მანამდეც იმუშავებ, მაგრამ თუ არ იქნება მე პაპელები იქნება და ყველგან იმუშავებ. მე არ ვიცი ეგ საბუთები რომ ექნება რამდენად გადამარჩენს, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ბარში არც კი უკითხავთ მაგ საბუთებზე. ხო და ეხა უკვე მრჩება ისეთი საბეჭდილება, რომ საბუთიანი და ენიანი რო ხარ, მაშინაც ძალიან რთულია სამსახურის პოვნა. ამ ქალაქში პატარა ქალაქია და შედარებით რთულია რა, დიდ ქალაქებში ბარსელონა, მადრიდში შედარებით მგონია რომ შეიძლება უფრო მარტივი იყოს, იმიტომ რომ უფრო მეტი დასაქმების პერსპექტივაა. რავი, აქ მარტო ბარებია, რა გახსენდება სხვაგანაც შეიძლება იმუშაო. ბარებია, რესტორნები, დარბაზები, აუზები. დარბაზებში დაიწყე. ჩემი გამომწერები ვითხარ შენ, რომ მეუბნები საბუთი არ მაქვს და არ მიმიღებთ თქო და მაინც რომ მეუბნებია შენ. მეუბნები ვაფშე არ აინტერესებს მე ხარ. რამდენიმე თქვენგანი დამიკავშირდა და მითხარით, რომ უნდა წავიდე სხვადასხვა ორგანიზაციაში, სადაც შეიძლება რომ დამეხმარონ სამსახურის ამბავში. ხო და პირველი რაც მახსენდება, ეგ არის წითელი ჯვარი. მივალ ვიკითხავ, ასევე მაინტერესებს თუ არის რაიმე უფასო კურსები ემიგრანტებისთვის, ანუ რაღაცა რომ შეისწავლო, არ აქვს მნიშვნელობა რა, ჩემი ინტერესი რა არის, ნებისმიერი რაღაცა რომ მასწავლონ, რასაც მე ექნება დასაქმების პერსპექტივა რა, ანუ ნებისმიერი რამე. და პირობითად სანამ ჩემი ენის ლეველიც მოძლიერდება და სანამ საბუთებიც მექნება და ყველაფერი, რაღაცა კურსი მაინც რომ გავიარო, რომ რაღაცა მიმართულება მაინც მომცეს მაგან რა. და ხვალ მივდივართ მე და პატა.
შესაბამისად, აქ დავასრულებ ამ ვლოგს და ხვალიდან როცა წავალთ და ყველაფერს რო გავარკვევთ და ვიკითხავთ, იქიდან დაგიკავშირდებით შემდეგ უკვე ახალი ვლოგით. მადლობა მხარდაჭერისთვის, მადლობა გამხდომებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.